საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენებას, ბარბარობას აღნიშნავს. დღესვე ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე იულიანას, ღირს იოანე დამასკელს და ღირს იოანეს, პოლივოტელ ეპისკოპოსს. დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით თბილისში წმინდა გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში აღინიშნა. სადღესასწაულო წირვა ტაძრის წინამძღვარმა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, დღევანდელი დღისათვის, დღევანდელი სიხარულისათვის, განსაკუთრებით უყვარს ქართველ ადამიანს, ჩვენი ქვეყნის შვილებს დღევანდელი დღე და მართლაც განსაკუთრებულია ის თავისი არსით, რადგან ვფიქრობ ის არის ჯაჭვი წარსულს, აწმყოსა და მომავალში. ვინაიდან წმინდა ბარბარე ჩვენ გვახსოვს თითოეულს, ჩვენ გვახსოვს ჩვენი ბებიებისგან და ბაბუებისგან, რომლებიც არ იყვნენ შეიძლება ისეთი მორწმუნეები როგორც ჩვენ ვართ, მაგრამ უდიდესი შინაგანი განცდა და სიყვარული ჰქონდათ ღვთის ხსოვნის და მოყვასის მსახურების. და ზუსტად ამ ჯვარმა, ამ დამოკიდებულებამ, არა მხოლოდ რიტუალურმა, არამედ თავისი ცხოვრების არსით ჩვენ დღეს შეგვინარჩუნა ის ტრადიციაც, თუნდაც ის წმინდანი, რომელსაც ჩვენ ახლა ვევედრებით, რომ მეოხი იყოს ჩვენთვის. ამიტომ პირველ რიგში მადლობა უთხრათ ჩვენ წინაპრებს, ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, რომლებაც ერთის მხრივ მოგვიტანეს ჩვენ ეს დღე, შეგვაყვარეს ეს დღე და მეორეს მხრივ ჩვენ როგორც პასუხისმგებლობა ხვალინდელი დღისა, ჩვენი მომავლისა, ჩვენი შვილებისა ავიღოთ, არ გავექცეთ და გავაღრმავოთ, შევაყვაროთ, გავაცნოთ და მივცეთ უფრო დიდი ცეცხლი, უფრო დიდი სინათლე, უფრო დიდი სითბო ჩვენს მომავალ თაობას. ვინაიდან თავისთავად ყველა ეპოქას, ყველა დროს აქვს თავისი მისია და საკეთებელი. ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა ბევრად გააკეთეს ის იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ გვჭირდებოდა. ჩვენ არ დაგვივიწყეს ხსოვნა ღვთისა და მსახურება მოყვასისა. თუმცა დღეს უკვე ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ხელშესახებია, რიტუალიც, ეკლესიაც, ზიარებაც, არავინ არ გვიკეტავს ტაძრის კარებს, ჩვენ სამწუხაროდ გვიჭირს ამ საოცარი სინათლის, სითბოსა და მადლის გადაცემა მომავალი თაობისთვის. აი თუნდაც თვითონ ბარბარეს ხელშესახები არაფერი არ ქონდა, მაგრამ სამყაროში ამოიკითხა ღმერთი, მოვლენებში ამოიკითხა ღმერთი, მისი დიდება და თქვა, რომ შეუძლებელია ამის უკან არ იდგეს ღმერთი. გაიხარა, გამდიდრდა და დაუპირისპირდა საკუთარ მამას. თუმცა ამ შემთხვევაში მამა როგორც მშობელი კი არა, ამ შემთხვევაში მამა როგორც იდეა, იდეოლოგია, მის წინააღმდეგ წასული. დღესაც ესია. ხშირად ჩვენ გვიპირისპირდება რაღაცა ფსევდო, რაღაცა პატრიოტული, ფსევდო რელიგიური, ფსევდო ფასეულობები და ჩვენ ხელში არ გვიჭირავს ის, რითიც ვართ გახარებული, რითიც ვართ დაიმედებული. ჩვენ რაღაცნაირად უფრო უხეშად, უფრო სიყვარულის გარეშე ვეგებებით ამ წინააღმდეგობას და ვეწინააღმდეგებით. ეს ძალიან ძნელი იქნება. იმიტომ რომ ქრისტეს იარაღი ყოველთვის არის შემეცნება, ყოველთვის არის სიყვარული, ყოველთვის არის ქმედითი ნაბიჯები მოყვასისაკენ და ღმერთისაკენ. აი ბარბარე არის ამის საოცარი მაგალითი. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, ღმერთმა დააგლოცოთ, ჩვენთან არის ღმერთი. წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში შეკრებილები სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ და ამ დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. მოგეხსენებათ, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს. წმინდა დიდმოწამე ბარბარე არის ერთგულების, სიმამაცის და ურყევის სარწმუნოების მაგალითი და სიმბოლო. მან თავისი მცირე ასაკის და მიუხედავად შეეძლო ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვა და არ განუდგა ქრისტეს ჭეშმარიტ სიტყვას. პირველ რიგში მინდა მიულოცო უწმინდეს და უნდარეს ილია მეორეს დღევანდელი დღე, მინდა უსურო მას მხნეობა, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, ასევე მინდა მიულოცო დღევანდელი დღე პატრიარქის მოსახლეს, მეუფე შიოს, სინოდის წევრებს, სამღვდელოებას, ამ ტაძრის წინამძღვარ დეკანოზ გურამს, ამ ტაძრის მრევლს და სრულიად საქართველოს. ეწეოდეთ
და გვეწეოდეს თითოეულ ჩვენგანს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ლოცვა და მადლი. ყველას გილოცავთ წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, მრავალს დაგასწროთ ღმერთმა ჯანმრთელად, ბედნიერად, დიდ სიყვარულში გვაცხოვროს, განსაკუთრებით ვილოცავ პატარებს. დალოცოს, დაიფაროს წმინდა ბარბარემ და გაგვახაროს ყველა. ვილოცავ წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს წმინდა ბარბარეს ლოცვა შეეწიოს ჩვენ ოჯახებს, დაგვიფაროს და გაგვაძლიეროს. დღეს არის ძალიან ლამაზი დღესასწაული, ბარბარობის დღესასწაული, მიუხედავად იმისა, რომ ეს დღესასწაული უკავშირდება წმინდა ბარბარეს წამებას, რომელიც სამწუხაროდ მამამისმა აწამა, მაგრამ აქ აღსანიშნავი ის არის, რომ ბარბარე, ეს პატარა შეუდრეკელი გოგო, უარს არ ამბობს ქრისტიანობაზე და მან თავისი მოწამეობით ქრისტიანობა დაამტკიცა და სწორედ ამას აღვნიშნავთ ჩვენ. მე მინდა ეს დღესასწაული მიულოცო სრულიად საქართველოს. წმინდა ბარბარე ითვლება ბავშვების მფარველ წმინდანად, ხო უფალსაც და წმინდა ბარბარესაც, რომ ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი. მე მინდა სრულიად საქართველოს ბავშვებს და მსოფლიო ბავშვებს ბედნიერება უსურვო. დღევანდელი დღე ეხა ამ წუთას ჩვენ აქ ბარბარეს ტაძარში ვიმყოფებით და ძალიან ლამაზად არის მორთული. ამისთვის მადლობა ტაძრის წინამძღვარს და ტაძრის ღვთისმსახურებს, რომ აი ეს ლამაზი დღე ამ უბანს გაულამაზეს. საქართველოში წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელზე არაერთი ტაძარია აგებული. ძველთაგანვე ქართველები დიდ პატივს მიაგებდნენ ამ წმინდანს და აშენებდნენ მისი სახელობის ტაძრებს. დღეს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა.